საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, თუ არ შეინანებენ, განკვეთილები იქნებიან ეკლესიიდან. რას ნიშნავს განკვეთა? მღვდელმოქმედება მათზე არ აღესრულება, ანუ არც ჯვრის წერა, როგორ დაიცვლებიან, არც სანთლის დანთება, არც პანაშვიდის გადახდა, არც წესის აგება, არც წირვა-ლოცვაში მოხსენიება, არაფერი არ შეიძლება მათთვის. ამიტომ მათ აქვთ მიცემული დრო სინანულისთვის. თუმცა ძალიან მეეჭვება, რომ შეინანონ, მაგრამ მაინც ვიმედოვნებთ, რომ შეინანონ, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში და ცრემლები ღვარონ მთელი ცხოვრება და ღმერთს შეურდნენ და თხოვონ პატიება ამ ძალიან დიდი ცოდვისათვის და მიატოვონ თავიანთი სატანური თამაში. წარმოიდგინეთ, ადამიანი ხარ, ნუ თუ ერთი ნათელი წერტილი არ გაგაჩნია, შემოქმედს უპირისპირდები, ეშმაკის მოკავშირე ხდები. ეშმაკი არის სრულყოფილი ბოროტება, იგი ებრძვის ღმერთს, მას არ შეუძლია სინანულის გამოხატულება, მან თავისი არჩევანი გააკეთა, რომ ებრძოლოს ღმერთს და იგი ებრძვის გამუდმებულად ღმერთს, მაგრამ ვერ გაიმარჯვებს ვერასდროს და ეს ძალიან კარგად იცის, იმიტომ რომ უძლურია. ქმნილება შემოქმედის წინაშე ყოველთვის უძლურია. ამიტომ მან მიმართა თავისი ისრები ღვთის ქმნილების მიმართ, ადამიანის მიმართ და ასე ებრძვის ღმერთს, რომ დაღუპოს ადამიანი, მიიმხროს თავისკენ, დააგმობინოს ღმერთი, ღმერთი აძაგოს ადამიანმა, აგინოს და ამითი გარკვეულ სიამოვნებას ღებულობს. მაგრამ საცოდაო ადამიანო, ვის მხარეზე დგები? სატანის მხარეზე დგები. ანუ, ნუ თუ ბედნიერება არ გაინტერესებს, ნუ თუ სიყვარული არ გაინტერესებს, ნუ თუ სიხარული არ გაინტერესებს, ნუ თუ შენი ემოცია, შენი გრძნობები სრულად არის სატანიზირებული. ნუ თუ არაფერი კარგი არ გაგაჩნია, ნუ თუ ან მეგობარი არ გყავს, ან არავინ არ გიყვარს, ან ნათესავია, ან დედა არ გიყვარს, ან შვილი არ გიყვარს. თუ რაღაც სიყვარულის გზნობა გაგაჩნია, რა მოგცა ამისი უფლება, რომ შემოქმედს ესე დაუპირისპირდე და ესე აგინო და აზაგო. ყოველ შემთხვევაში საცოდავია ესეთი ადამიანი და სიბრალულის ღირსია, რადგანაც არ იცის რა ელის ჯურღმულში, როგორი სატანჯველი, გენია, დაუძინებელი ცეცხლი, რომელიც არ ქრება. აი ეს არის მოსალოდნელი. ამაზე მაინც დაფიქრდი. შეინანე, გამოსწორდი, ახსარება თქვი და ღმერთი გაპატიებს აუცილებლად. იუდასაც აპატიებდა თავის გამცემლობას, მას რომ შეენანებინა. პეტრე მოციქულს აპატია უარყოფა. ამათაც აპატიებთ, თუ შეინანებენ. თუ არ შეინანებენ, განკვეთილები იქნებიან ეკლესიიდან. ამიტომ მსგავსი რამ დაუშვებელია და თითოეულმა ქრისტიანმა, რა თქმა უნდა გამოხატოს პროტესტი ამასთან დაკავშირებით. არ შეიძლება მსგავსი რამის გატარება. ღვთის წინაშე რო წავდგებით, რა პასუხი უნდა გავცეთ ღმერთს? რომ მკითხოს, როდესაც მე მაგინებდნენ, შენ სად იყავი? რატომ არ გამოხატე პროტესტი ამასთან დაკავშირებით? რატომ გაატარე? რა პასუხი უნდა გავცეთ ჩვენ? პასუხს ვერ გავცემთ. ამიტომ ჩვენ დონეზე, სადაც ხელი მიგვიწვდება და რისი გაკეთება შეგვიძლია, ის უნდა გავაკეთოთ. გაკეთებაში გულისხმობ იმას, რომ ჩვენი სიმკაცრე
უნდა დაინახონ იმ ადამიანებმა აღშფოთება საზოგადოების და აღარ უნდა გაბედონ არასდროს მსგავსი რამის თამაში და გაკეთება. მერთმა დაგლოცოთ და მერთმა გაგაძლიეროთ.